რა იყო? რა იყო? გადაწერა ის. კარგი ხმა ვიწერა. ბიჭო, ნახე გუშინ როგორ მოიგო გერმანია? აბა. ნახე გუშინ როგორ მოიგო კოსტა-რიკა? კი. ნახე გუშინ გერმანია კოსტა-რიკა ფრე როგორ დამთავრდა? ძვირფასო ტელემაყურებლებო. ჩვენ ეს სკეჩი ჩავწერეთ ერთი კვირით ადრე, ასე რომ სამივე სავარაუდო შედეგი გავითვალისწინებთ. ხო და რა გედო შენ მაგაზე გერმანია კოსტა-რიკაზე რა გედო? ერთიანი მედო მაგაზე. და იმაზე პოლონეთი ეკვადორზე? X2. X2. კახა ბენდუქიძეზე? 2XL. 2XL. ოიგებდი აბა. ხვალ რა ზედებ? ბიჭო, არ ვიცი და იქნებ შენ მითხრა, შენ რას ფიქრობ? ვიცი, მეც ფიქრობ, ხა მექსიკაზე დადე ვაფშე და უეჭველი არის. მექსიკა. პორტუგალია დადე. ეგეც უეჭველი არის. და ეს მთავრობა რო გვატყუებს ზე დადე, ეგეც უეჭველია. ეგ სამი მგონია ფაიზა. ბიჭო, არა. ეგ ხომ არა, პორტუგალია მეეჭვება, ბიჭო, რა პორტუგალია შეხვალ გადაირია. რატომ? რადა მაგათ ის რო ყავთ, რა ქვია, ფიგუ ლუიში. ხო. ეგ ყოფილა გუშინ ბიჭო იმაში ბავშვის ნათლაში სადღაც. დაამთრალა, ეგ ჯერ დაულევია ღვინო, მერე ლუდი, არა, თამადა იყო, აბა მაგას მე იქიფეობას ვინ აკადრებდა. დაულევია გამსკდა რა, იმდენი და დღეს რაც თამაშეს მაგ გაჩერდი რა. თან საერთოდ მე ფეხბურთელებს არ ვენდობი. ფეხბურთელებს ჯერ ვინაა ფეხბურთელი რო ენდობი? ფეხბურთელი ერთადერთი თუ არის რონალდინიო. რონალდინიო არის ფეხბურთელი ეგ არის, არ ვიცი, გელია რა. გელი რა, გელი კი არა, ლომია. არსლომი არა. რონალდინიო არის მეფე რა. მეფე აბეთ რონალდინიო ჯერ როგორ იქრიჭება. მაგარია რა. ძალიან მაგარია. აი ერთადერთი ფეხბურთელია მთელს მსოფლიოში, მეტი არ არის, არავინ არ არის. ერთადერთი რატო არის? გაც ხო არიან ახლა სხვა ფეხბურთელების? ვინ სხვა? ჩაიკოვსკი? შენ ისიც არიცი რომ ჩაიკოვსკი ფეხბურთელი კი არა, კომპოზიტორი იყო. თან როგორი მერე, როგორი კომპოზიტორი. უბრალოდ გელი იყო. გელი რა, ლომი იყო. ლომი კი და მეფე იყო და საერთოდ ჩაიკოვსკის ნაირი არავინ არ ყოფილა. საერთოდ კომპოზიტორი იყო მარტო ჩაიკოვსკი, სხვა არა. რატო სხვა კომპოზიტორებიც ხო იყვნენ კაცო? ვინ სხვა? რონალდინიო? შენ ისიც არიცი რომ რონალდინიო ფეხბურთელი იყო. მე როგორი ფეხბურთელი? მეფე ლომი. გამანებეთ ეს. ვა. ახე, ხალი ტოტალიზატ. ისა გამარჯობა. გამარჯობა. თქვენ თამაშობთ? კი, თამაშობ. მართლა? ვა, და რა ზედებთ? რაზე და სერბეთ-ჰოლანდიას მეტი გოლი უნდა გავატანინო, იმიტომ რომ სერბეთიც გამტანია და თან ჰოლანდიის მწვრთნელი ვან ბასტენი იყო თავდამსხმელი და თავისთავად შემტევ ფეხბურთს ათამაშებს რა თავის გუნდს. ხო, კიდე ისა მექსიკას უნდა მოვაგებინო ირანთან. მართალია, კვატემოკ ბლანკო არ დაიყვანეს, მაგრამ რაღაც სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობენ ძალიან. კიდე პორტუგალიას ხო, აი პორტუგალიას უნდა მოვაგებინო ანგოლასთან. მართალია ხა ცოტა ბოლო პერიოდში ბოლო იმაზე ჩემპიონატებზე ხო თითო აფრიკული გუნდი რაღაც სიურპრიზებს პირდება, მაგრამ არ ამგონია რომ წელს ეს გუნდი იყოს ანგოლა იყოს. დაჟე პორტუგალიის მოგება ჰანდიკაპით მგონია. ხო, ესე იგი პორტუგალიას უნდა მოვაგებინო, მექსიკას უნდა მოვაგებინო. ჰოლანდიას უნდა მოვაგებინო და სცენარისტებს უნდა გაუნგრიო თავყობა ესეთი ტექსტი რომ დამაზებიდნენ. იმას კი აწყობილი. ბიჭო, მე მაქვს ძალიან მაგარი ბილეთი რა ერთი რა. რა ბილეთი? მაგარი ბილეთი მაქვს გაკეთებული რა. თუ დაждდა იმენა ავშენდები რა. მითხარი აბა რა არის? ბიჭო, რას ვაპირებ? იცი არის ხვალე მინდა ჰოლანდიაზე, ჰოლანდიის თამაში, ჰოლანდიას სერბეთზე. გონია რომ ჰოლანდიის მეკარე გაიტანს კუთხურიდან გოლს. ჯიგარი. აი გონია. მერე გონია რომ ორივე ბაკავოი მსაჯი ირბენს ერთ ფლანგზე. ეგ მგონია. იტალიის თამაშზე მგონია რომ წელზევით შიშვლები გამოვლენ. იტალიელები და მსაჯი იქნება სათვალიანი. აი ეგეთ ესეთი ბილეთი. კარგი ბილეთია რა გინდა? აი მარ ჩემი ბედი ხო იცი რაღაცა ერთი ცალი გამისხავს მარტო ხო ვიცი და ეხლა და რა ჩემი ბედი და ესე უნდა წავაგო რა. ბიჭო, მაგ ერთის გასმაზე გამახსენდა. ამაცინად აეროსმიტმა გამისხა ბიჭო. თან ბიჭო, ვერ გავიგე რა, მაგ გუნდის ვერ გავიგე მაგენეს ვერაფერი. სახლში რა კარგად მღერიან და გასვლაზე რა ემართებათ არ ვიცი რა. რა უნდა თქვენ გავიგე? არ უნდა ესე. არ უნდა.
გაუმარჯოს რა. უეჭველია, იმენა უეჭველია. იმენა უეჭველია. რაზე დებ? ირანი. ირანი? რატო გონია? იმენა ირანს ენდობიტო? რაც ლაპარაკობ, რაც ლაპარაკობ, იმენას 1-3 წელი იმენა ირანს ვათრევ რა დავდებ რა. ვა, სუ ირანზე დებდო? ნახე, ხოიცეს რომელია? ირანს ვენდობი მაგრად იმენა რა, იმენა ირანი არის. არიცი? სააკაძე არის ესა. ხო, აი ჩვენ ის რო არის მეზობელი სააკაძეა. შენა. კიდე სხვა რა სიმაში? მისმინე. ხო. ერთი გადავრთავ რა რაღაც. მაინტერესებს რა სერიალის ფონტი მაინტერესებს რა. ერთი გადავრთავ რა. რა სერიალზე გადავწავ კაცო? სერიალი გუშინ რაღაცა ჩამიკრე. სერიალზე კი არა ისე რა მოხდა ბოლო სერიაში? გუშინ უყურე, კაროჩი, როგორი რაღაცა იყო, იცი, გეტყვი ახლა. კაროჩი, ზიდანი მივიდა. ზიდანი ეს მაგარი. ზიდანი მივიდა ესტებანთან იმენა და იმენა რა. იმენა მივიდა და ეუბნება რომ მე შენი შვილი ვარო რა. ზიდანი ეუბნება ესტებანს, ესტებანს ხოლმე ხარ დაერხა რა. იასნე. ესტებანს ეუბნება და ვინ გითხრაო? ანრიმ ხო არ გითხრაო? ტიერი ანრიმ ხო და დაურეკა ტიერიანის. ტიერიანის გათიშული იქონა და დაურეკა მე იმას, რა ქვია ამას? ამას რა ქვია? ფორლანი. ფორლანს დაურეკა შენ უთხარიო ბიჭო, არა მე რა ვიცი რონალდომ უთხრაო. ეხლა გავგიჟდებიო და რონალდოს გადაურეკა და დედას პიცა ვარო, რონალდინიოს თავს პიცა ვარ, მე თუ მეთქვას ვაფშე და აი ამ დროს გაწყვიტეს რა, იმენა ეგეთი პონდი. აი ამ დროს იმენა გაწყვიტეს და ძალიან სერიოზულად გადავრთავ, მაინტერესებს რა ეხლა. რა ოე თო? არ გადავწევ. ოე! რა ოე, ჩემი ტელევიზორი რა? შენი არ გადავწევ. აბა შენია ძმა, ვისაც უნდა ამაზე გადართავს და უყურებს რა. ოე! 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 რა გაი? ოე! 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 მაგარია თო. მე განა თვითონ როგორ მღერიან სტადიონზე. ესე იგი ეგეთი პონტია, ხო სტადიონზე ეგრე ამღერები. შენა მისმინე, კიდე რაზე დებ, აბა ირანის გარდა რა მინდა, იცი? გუშინ მაგარი უცნაური სიზმარი ვნახე რა, როგორი პონტი იყო, იცი? აი ესე თეთრებში ჩაცმული რა, ზანგი ქალი რა. აი ესე იდგა რა მინდორზე და მორბოდა ტირილს, აი ესე ღვარცოფით მოსდიოდა ცრემლები იმენ რა. ზანგი ქალი თეთრებში. რას უნდა ნიშნავდეს? ეთყობა კოდ დივუარი წააგებს ზანგი ქალი თუ ტიროდა? ეთყობა ხო? შენა და ისა ჰოლანდია კოდ დივუარზე რას ფიქრობ? ყვითლები მეტობა იქნება თუ ნაკლებობა? მე მგონი უფრო ზანგების მეტობა იქნება მაგრამ. ზანგები. ბიჭო, ისე კოდ დივუარზე გამახსენდა სხვათა შორის. ბიჭო, ისიც არგენტინა კოდ დივუარი იწყება. არგენტინა კოდ დივუარი იწყება.